საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 2 წლის განმავლობაში შარშანდელი 1 ოქტომბრიდან მოყოლებული უпростоრად პრაქტიკულად რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამს იმისაკენ, რომ ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პრობლემები მოგვარდეს, არ დაიძაბოს ურთიერთობები რუსეთთან, არ იყოს ისეთი მტკივნეული პრობლემები, როგორიც არის თუნდაც ახალგორის ტერიტორიის პრობლემები. მე ძალიან კარგად მესმის, რომ მნიშვნელოვანია ციტრუსის გატანა ჩვენი გლეხებისათვის, ჩვენი მშრომელებისათვის, მნიშვნელოვანია პროდუქტის გატანა, მაგრამ ადამიანებს, რომელსაც მე ვხვდებოდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ძალიან კარგად ესმით, რომ რუსეთთან თუ არ დარეგულირდა ურთიერთობა სრულმასშტაბიანი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დარეგულირების თვალსაზრისით, ეს ბაზარით შეიძლება დღეს გახსნილია, ხვალ კვლავ დაიხუროს და ალბათ დამეთანხმება ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ის, რომელსაც უკიდურესად უჭირს და რომლისთვისაც ის გატანილი ციტრუსი მართლა პურის ფულია, დამეთანხმება ეს ადამიანიც კი, რომ არანაირი, ესე ვთქვათ, პროდუქციის გატანა არ ღირს იმ მიწის ფასად, რომელსაც ეხლა ჩვენ პრაქტიკულად მშვიდობიანი პერიოდის განმავლობაში ვკარგავთ. მე უბრალოდ მართლა არ მესმის, როდესაც ვხედავ, რომ პარლამენტში მიდის განხილვა იმ კანონებთან დაკავშირებით, თურმე ხანჯალი უნდა ატაროს თუ არ უნდა ატაროს ხალხთან ერთად ქართველმა ადამიანმა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? მე ვფიქრობ, რომ დრო არის, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდეს კონკრეტულ ქვეყნისათვის პრინციპულად მნიშვნელოვან და სასიცოცხლო საკითხებს და ამ საკითხების განხილვას თავი დაანებოს თუნდაც იმ ცირკში მონაწილეობას, რომელიც დღეს დავინახეთ, ჩვენ რასაც აგრძელებს ნაციონალური მოძრაობა, როდესაც უკრაინული დროშებით შევიდნენ პარლამენტში და მიხედოს იმ თემებს, რომელიც საქართველოსათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, მე მგონი, საზღვრის საკითხები, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები და საარჩევნო გარემოს საკითხები, ვიდრე ის საკითხი ხანჯალი უნდა ატაროს თუ არა ადამიანმა. ეხლა არგუმენტი, რომ თურმე ხანჯალი უნდა აიგრძალოს იმიტომ, რომ ვიღაცა დაჭრა, ეს უბრალოდ სამარცხვინოა, მაშინ შეიძლება მაგ ლოგიკით მშენებლობები აუგრძალოთ, რომ ვინმე თავში მეორეს აგური არ ჩაარტყას. ეს უკვე არასერიოზულია ძალიან და მე მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ფოკუსირება გააკეთოს იმაზე, რაც ჩვენი ქვეყნისათვის